ორმხრივი პარტნიორობა, თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებში, ურთიერთობების საომავლო გაღრმავება, ევროინტეგრაცია. მაგაბოჭორიშვილმა და პიტერ სიირატომ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მაგაბოჭორიშვილი ამბასადორ იალზე სწორედ პიტერ სიირატოს მიწვევით იმყოფება. ელჩების შეხვედრა ამბასადორიალი და მისი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, რაც ორმაგი ფაქტია. პირველი ფაქტი ის გახლავთ, რომ საქართველო აჩვენებს საუკეთესო მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმ გლობალური დიქტატურა ცდილობდეს თავრობაზე წლეხის განხორციელებას იმის გამო, რომ პატრიოტული გრძნობები გააჩნია ქვეყანაში და ეროვნული ინტერესებისთვის გზნობს წნეხს. ასევე პოლიტიკური სტრატეგია არსებობს იმისა, რომ კონსერვატული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს ქვეყანაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთან ჩემი კოლეგა მომეწვია. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ემუძნება. ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის. თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, მაშინ კრიზისია. ესეც ბრიუსელის მოსაზრებით. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და კაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისაც, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ამ პოლიტიკის წარმატებას. ამიტომ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია. ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა. ამავდროულად ჩვენ მოვუწოდებთ ძალიან მკაცრ გამოძიების მიმართ იმისაც, რომ იქნეს გამოძიებული ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომლებიც აწყობდნენ და რა ორგანიზაციები იყვნენ იმის უკან, რომ უცხოური წყაროების გამოყენებით, უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით ხდებოდა უცხოური ძალების განხორციელება ქვეყნებში. ამ სულისკვეთებით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ დაფინანსების შეწყვეტის გამო, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნგრელები ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა არის სუვერენიტეტის ხელყოფა და უცხოური ინტერესების განხორციელება სხვა ქვეყნებში. ევროკომისიის და ევროპის გადასახადის გადამხდელთა წყაროები არ უნდა იქნეს გამოყენებული და ეს მიუღებელია, იმიტომ რომ ეს არის ხელყოფა უცხო ქვეყნების შიდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით გადასახადის გადამხდელის მიერ მობილიზებული, ბიუჯეტში მობილიზებული თანხების გამოყენებით. საქართველოში უნდა ითქვას, რომ ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის მშვიდობის მომხრე და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია ჩვენგან. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას უნგრეთის მხრიდან ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად.
visa waiver from Georgian diplomats. და uvizო მიმოხილვის შეწყვეტა დიპლომატების მიმართ მიუღებელია. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. და ამას გავაგრძელებთ მომავალში. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება და მივესალმებით რომ საქართველოს საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს და ამის გამო 50 ადამიანი რომელიც საქართველოში მუშაობს და უნგრეთში მიიღებენ შესაბამის სწავლებას იქნება ამ მიმართულებით გამოყენებული ჩვენ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ვაჭრობა განვახორციელებთ საქართველოსთან აი ეს 20%-ით გაიზრდება წელს ივნისში ჩვენ კიდევ ერთი მთავრობათა შორისი სამიტი ჩატარდება ბუდაპეშტში და თბილისში და ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც ჩაინიშნება ძალიან დიდი მადლობა მინდა ქალბატონ მის გადაუხადო იმის გამო რომ თქვენ ინარჩუნებთ ამ სტრატეგიას მიმსირთულების მიუხედავად დიდი მადლობა ეხლა სიტყვა ეძლევა ქალბატონ მაკაბოჭორიშვილს რომ მიმართოს აუდიტორიას დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გამოგიხადოთ თქვენ პირადად იმისაც რომ მომეცით შესაძლებლობა აქ ყოფილიყავი ბუდაპეშტში დღეს და მიმემართა ამბასადორი ელისადმი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დიპლომატიური წრეებისთვის. Ჩემთვის დიდი პატივი აქ ყოფნა, დიდი მადლობა ასევე მხარდაჭერისთვის, უნგრეთის მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ თქვენი პოზიციის გამო. გიხდით მადლობას. თქვენ როგორც ბრძანეთ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებშიც და რა თქმა უნდა ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. რასაც ძალიან კარგი მდგომარეობა გააჩნია ამ ორმხრივ ურთიერთობებს წელს ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს მომავალი კიდევ უფრო უკეთესია ჩვენ ძალიან მალე გვექნება ეკონომიკური საბჭოს სხდომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისაც რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის და ახალი შესაძლებლობები გამოვავლინოთ რა თქმა უნდა მაჩვენებლები კარგია მაგრამ მათი გაუმჯობესებაც შეიძლება ამაზე ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ რომ უკეთესი შედეგები გვექნება მომდევნო წლებში ეკონომიკური თანაშრომლობის გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს შემდგომ მთავრობათა შორის შეხვედრას ბუდაპეშტში და საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა შეხვდება. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანაშრომლობის კონტექსტში ძალიან მკაფიო მაგალითია ეს იმისა თუ როგორ უნდა თანაშრომობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად იმისაც რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ითამაშოს საკუთარი როლი შუადერეფანში ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს და სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით აქ უნგრეთში უნდა ვახსენო ჩვენი კარგი თანამშრომლობა როდესაც საუბარია დაკავშირებადობაზე თანამშრომლობაზე საქართველოს უნგრეთს რუმინეთს და აზერბაიჯანს შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და ეს მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც ევროკომისიასთანაც მუშაობა და ეს პროექტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში იმისაც რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის ვიტყოდი ესე მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კვლავ დგას ოკუპაციის პრობლემის წინაშე რუსეთის მხრიდან ორ რეგიონში ეს კვლავ გარკვეულ საფრთხებს ქმნის და ამისთვის ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე მუშაობთ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამომავლო განვითარებისთვის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის როგორც ქვეყანაში ასევე რეგიონში ჩვენ ამ
კუთხით ვიზიარებთ ჩვენ საერთო მომავლის ხედვას. რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, თქვენ ბრძანეთ, რომ თავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ, აქ მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უზრუნველყოფთ ექსპერტული დახმარების კუთხით. ეს ძალიან ქმედითი დახმარება. უნგრელი ექსპერტები ჩვენ ძალიან გვეხმარებიან და ამისთვის მადლობას გიხდით. და ეს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებაც არის. შესანიშნავი თანაშრომლობა გვაქვს, ამისთვის დიდი მადლობა. მადლობა ასევე იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა აქ ყოფნის გამო. ეს შემთხვევით დიდი პატივია და მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანაშრომლობას მომავალში. დიდი მადლობა.